შოთა არველაძეს ფეხბურთმა დადებით მოგონებებთან ერთად უნიკალური მაისურების კოლექცია აჩუქა. კოლექცია, რომელიც მის გამორჩეულ თამაშებს, გამარჯვებებს და ემოციებს გვახსენებს. დღეს ის ამ სცენაზე თეთრ სპორტის კომენტატორთან ალექსანდრე გაბერჯიძესთან ერთად გამოვა. მანამდე კი მე სანამ ამის პატივი მაქვს და ჟორჟი და კვარა მაცდიან, ასე გამოვაცხადებ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთი არველაძე და ალექსანდრე გაბერჯიძე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ არ გვინდოდა რომ რაღაც ქრონოლოგიური თხრობა ყოფილიყო შოთის კარიერით, დაგვეწყო საწყისიდან და დაგვემთავრებინა ბოლო მატჩით. თვლით რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად თქვენ კარგად იცით, უბრალოდ რაც ისტორიას მოუხდება, აქეთ-იქით თუ ვიხტუნავთ და ამას ვაპირებთ ახლა ზუსტად. დავიწყებთ აქედან, მოვყვებით ბოლოში. არა. ეს მთლად ეგრეც არა. აი აქედან დავიწყოთ და გავყვეთ ბოლოში. აბა. ეს არის 2007 წლის მატჩი შოტლანდიასთან. გლაზგოში 18 წლის წინ, არა, ალბათ უფრო მეტი 20 წლის წინ მეცვა X large და რანაირად მეცვა ვერ ხვდები რა. და ეს ჩემი ბოლო თამაში აღმოჩნდა სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებში. ერთ-ერთი საუკეთესო გოლია მე მგონი შენი ნაკრებში, იმიტომ რომ საუკეთესო არის თუ არა, მაგრამ ისე გამიხარდა. იმიტომ რომ შოტლანდიიდან წამოსული ვიყავი უკვე და ამ თელ სკოტებში აღნიშნა გახსოვს? როგორ აღნიშნა? აღნიშნა სხვა შორის მახსოვდა სად ვიყავი, მახსოვდა რომ უნდა ძალიან გამხარებოდა და აი მთელი ეს სიხარული მუშტებში და ყბაში მქონდა გადატანილი და ეს არ გამოვხატე ძალიან ისეთის, ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც არ გავიქეცი არსად და დავდექი და ნუ ძალიან გამიხარდა და რაღაც ორივე ერთად აწერია შოთა არველაძე 11 წელი. ხო, ეგ აუცნაური დეტალი მე. ხო, სხვა შორის ესე არ აწერდნენ ხოლმე რა, ან გვარი ეწერა, ან ზევით, ან ქვევით, ამ შემთხვევაში ორივე აწერია და ითხოვე იცოდე რა ანებდნენ. შეიძლება იცოდნენ და კაი, გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგ გვაქვს უკვე აიაქსი, ყველაზე ჭარბად წარმოდგენილი გვაქვს აიაქსი. აი ისევ წარმოუდგენელი ზომის ესეც X large-ია, მაგრამ ეს ჩემი აზრით უმროს X large-ია, ალბათ XX large-ია. ხო, მიქაელი 11 ნომერი იყო. ყაბა შეიძლებოდა აქედან შეეკერა ვინმეს, მაგრამ ერთადერთი აი როცა ლაუდრუპი დავინახე გასახდელში, პირველი ის მომივიდა აზრად, რომ თუ რამის გამორთმევა როდესმე შეიძლება ბუცებისაც კი ამ უნდა მისთვის გამომერთმია. შეიძლება ბევრი შემედაოს, აი ზიდანთან მიახლოებული დონის ფეხბურთელი იყო და ადამიანად არაჩვეულებრივი. და ვთხოვე და სხვა შორის ძალიან ისე რა, აი ჩვეულებრივად აიღო თავის მაისური, სხვა შორის დასრულია ესეც. დაანებე მეთქი თავი არ უნდა ამას გარეცხვა და არაფერი მეთქი, აი გვერდები რაღაცა აქეთ-იქით ეთყობა. ძალიან მაგრად ითამაშა, ავში არ დაცემულა. ორი გოლი შეაგდო, ორი პასი გააკეთა და აი ცოტა ეთყობა აქ ბურთით გაიჩერა მკერდზე მოხდა რაღაცა. მოკლედ შემილია მოგიყვეთ, რა ქვია, რენტგენივით სად რა გააკეთა და ეხლა გავხედავ და გეტყვით. სამჯერ გააჩერა, 4ჯერ პასი გააკეთა და 53 წუთზე გამოცვალეს. მოკლედ ეს მაისური ძალიან ჩემთვის ძალიან საყვარელი მაისურია. 11-ები თუ აგძელებთ და ეს სპეციალურად დავგეგმეთ. ასე მაინც რომ მკითხო შოთასთან ყველაზე მეტად რომელი ნომერი ასოცირდებაო, მე 11-ს ვიტყოდი. ხო, კი, ეგრეა. ეგრეა ცალსა. ეგრე ალბათ ნუ ნაკრების დატვირთვა აქვს. მაგრამ ეს სხვა 11-ია. არ არის შოთას 11. აი ამაზე საინტერესო ისტორია. ლარჯი იყოს, სულ არ გამიკვირდება. არის კიდევაც. მე და გიო ერთ გუნდში ამსტერდამის აიაქსში. ხო, ნუ აი ერთი მოხდა, გაიგებ იქ რაღაცა 10 წელი გავიდა, ვიღაცა იქ მოხდა კიდე. მესამე მიქ სადღაც კიდე 10 წელიწადში სადღაც გოლი შეაგდო, მაგრამ აი რაღაცა ერთი თაობის ერთად გაზრდილები, ერთად წამოსულები, რომ ერთ გუნდში ამხელა კურსში და სხვა შორის ლაუდრუპის მერე გიოშ 16 მილიონი გადაიხადეს და მე უთხარი რომ ეს მაიკა მომეცი მეთქი, მე შენ ეს არაფერში არ დაგჭირდება მეთქი რა. იმიტომ რომ შენ ვიცი რომ ესე არ უყურებ ამ მაისურებს როგორც მე უყურებ მეთქი რა. ჩემთვის ამაში ძალიან ბევრი რამე და სული დევს, ეს უნთქავს, რაღაცა გული უფეთქავს, ცოტა მუცელი გამობერილი აქვს მეთქი. რაღაცა
ხო ხტები ხო და ამიტომ მომეცი მეთქი და აი ზუსტად ესევე მომცა ეხლა რომელიმეზე რომ აქ რამდენია ხო ვიღაცამ რომ თხოვს მოიცადე ვიფიქრებ რას გატან თან ხო რაღაცა ამას ხო თავისი ისტორია გუნა გავახვიო ეხლა იმას და ეს უნდა გავატანო და ჯერ ესეთი ვერც ისე ვერ მოყვება ვერც იმხელა ის ექნება ვერც რენტგენში ვერ გაატანს ვერაფერს არ ეს კიო წაიღეო კაცო რა თმინდაო ეს მაიგაო ისედაც პატარა მაქო ამიტომ გიждები ამ მაისურზე ჯერ 11 ნომერია ხანახა ვიფიქრე კიდევაც ხო არ გადავაკრა გარედან მეთქი არველაძე მეთქი მაგრამ ისე მიყვარს რომ არველაძეს თუ რამე მოკლედ ჩემიცვლის ამ შემთხვევაში კინკლაძია ლამაზად წერია ამხელა ისტორია აქვს ჩვენი ერთად მოღვაწეობის თუნდაც იმხელა არ არა ამხელაც ჩვენ ამას მე ველოდებოდი თვითონ და ალბათ თვითონაც და ალბათ ჩემი ძმებიც და სულ ყველა ეს ერთ ოჯახად მაგრამ მახსოვს მისი ეს წამები იქ რაღაც კოპენჰაგენში შეაგდო სასწაული გოლი მე ერთ 5 კაცი მოატყო ამ კოპენჰაგენთან და ყველას როგორაც ცარიელ კარებში ანუ შეაგდებდა გადაახტა ყველა მეკარე და ჯანი ცარიელ კარებში ესე მე დამიგორა მე შევაგდე ის გოლი მე გასახტაში რო შემოვედით ყველა ესე უკეთებდა აი მესის რო უკეთებდა და მე უთხარი რომ ამან ვერ ითამაშა მეთქი არაფერი არ გაუკეთებია მეთქი ხე გიოს თუ გონიათ რომ ხე ერთხელ რო რაღაცას გააკეთებს და თავზე გადაუგდოს ხო აჩვენს მაგარ გოლს აკეთებს და მეორე მე მომცა მეთქი ამას 10 ჯერ და 20 ჯერ აკეთებს მეთქი თამაშის დროს და ესე გაკვირვებულები მიყურებდნენ რომ ნეტა ეგრე იქნება თუ არაო მოკლედ ეს მაისური მე მაქვს დასრული საერთოდ არ არის მაგრამ ისე ვინახავ რომ აი როგორც მის და ჩემი ძმების მეგობრობას ეკადრება აი ამ ორ მაისურზე კი გთხოვ რომ ერთად ისაუბრო ერთი აიაქსი მეორე ლევანტე ორივე საჩუქარი შოთისთვის გიორგის მიხვდებოდით ესეც გიორგის ხათის შორის არ ვიცნობდი ესე რომ აი დაუშვათ ან ამერიკა ან რაღაც ნუ შეხვედრისას ალბათ მივესალმებოდი და მისალმებულიც ვიყავი ალბათ და მე ერთ დღესაც დამიკავშირდა და მითხრა რომ ისე აქო ლევანტეშიო ისე მოგიხსენიებენო რას მომიხსენიებენ 4 თამაში ვითამაშე ჩაომიტანე ეს მაისური თვითონ და მინდაო რომ გაჩუქო და ხედავთ ალბათ 43 ნომერია რაც ხა ნუ არ ამგონია რომ 43 თვითონ აირჩია ესპანეთში არის ესეთი წესი ბოდიში უცებ ახსნი 25 ნომრამდე შეიძლება აიღო და განაცხადს მიიღმა ვინც არიან კანტერანოები ანუ ქვედა გუნდიდან ბ გუნდიდან ამოწეულები ისინი ირჩევენ დანარჩენ ნომრებს 25-ის ზემოთ კლუბი 25 კაციც ფიქრობს რომ შეიძლება წელს ვერ მოხვდე და მოდი მე 25-ის მე რაღაც აირჩე მე ხა ამას რატო უყვები მოგიყვები ზუსტად აი ამ მაისურით 43 ნომრით წავიდა ჯერ მესამე ლიგაში ითამაშა იქ დაამტკიცა მე დაბრუნდა უკან იქაც არაყენებდნენ სხვათა შორის თავიდანვე და მე იწვალა და ყველას დაანახა რომ ის ძირითადი ფეხბურთელია და მთავარი და ერთ-ერთი შემოქმედია იმ წარმატების რასაც ლევანტე აკეთებს მე როგორ ფიქრობდა ალბათ იმაზე რომ ნაკრებისში რამხელა როლი აქვს თუნდაც ერთ ფეხბურთელს ხო ნუ ალბათ მესიზე არავის არ უკვირს და კრისტიანო რონალდოზე როცა ამხელა ანუ გავლენა აქვს ნაკრებს მაგრამ გახსოვთ ალბათ ის თამაში რომ სადაც მან ყვითლების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა და აი ეხა ეს მაისური ძალიან ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ მაგალითად აი რომ დაკიდებ და ასე არ დავკიდებ რა მიხვდი აი ყოველთვის ესე დავკიდებ გიორგი რომელსაც ბევრი გიორგი ყავს საქართველოში მაგრამ უკვე ყველა რომ მიხვდება რომ რატოა ეს გიორგი და ქოჩორაშვილი ესეთი რომ ამან დაამტკიცა აი აქედან დაწყებული ეს 43-დან არის ჩამოსული იმ პირველ ნომრამდე თავის პოზიციაში ნაკრებშიც და ძალიან ისეთი მაგალითია ჩემის აზრით როგორ უნდა იბრძოლო როგორ უნდა გამოღლიტო ყველაფერი რაც შენ წინ არის და
არ დატოვო იმისათვის, რომ ვიღაცა სხვას მიცე იმის შანსი, რომ შენი ადგილი დაიკავოს და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში მოაწერა ხელი სპორტინგის ლისაბონში, ალბათ მარტო ის ეყოფა ამ კლუბს, რომ კრისტიანო რონალდო იქ თამაშობდა და ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ევროპაში. მოკლედ, ძალიან მიყვარს ეს მაისური და მეორე ეს თვითონ მისი ეს დამსახურება გიორგის უკვე მიქაუტაძის რომელმაც ზუსტად ესეთივე გზა გამლო მეორე ლიგაში იმდენი გოლი გაიტანა, ამდენი გოლი გაიტანა და უცებ ჩვენს მერე ალბათ 2001 წელში წამოვედით ჩვენ, გიო უფრო 1 წლით ჩემზე ადრე წამოვიდა 20 წლის მერე თუ შეიძლება მეტის 22 წლის მერე ქართველმა 20 მილიონად ისევ რა ქვია აიაქსში მიიღო მაისურის ჩაცმის შანსი და უფლება და ჩავიდა და მე ძალიან აი იმდენად გამიხარდა რა აი აუცილებლად კითხავ დღეს ვანდერსარს მაგაზე რა იმიტომ რომ აი კითხებში არ მეწერა და უნდა ვკითხო ერთი რომ გიოზეც ვკითხავს სხვა შორის მაგ დროს ედვინი იყო კიდევ სპორტული დირექტორი არა ამ შოვა კითხავ აი მიდგომას რა აქვთ ამ დიდ გუნდებს ესეთი რაღაცნაირი მიდგომა აქვს ფეხბურთელისადმი რომ სადაც არ დაგაყენებენ ხან ამდენი ფული გადავიხადე ამდენი ჩავთვალე რომ ძალიან მაგარი ხარ ისახარ ესახარ მოდი და რო გეუნებ ცოტა მარცხნივ ვითამაშე რა ცოტა მარჯვნივ ვითამაშე ისე გამოუშვეს სხვათა შორის ისე გამოუშვეს გიოც და გიორგიც რომ თავის პოზიციაზე არ უთამაშია სასომხეთის ნაკრების მცველებმა ჩემი მეგობრები კი არიან მაგრამ დამირეკეს რომ სათხარო მოვთხარი მე რამჟოვა აქ სადვა თქვენ სადახართ მოვთხარი 9:01-ის მერე მე კი ვარ მოვთხარი მაგრამ დროზე გამორთეთ ეგ ტელეფონები თორე ძალიან ძუდღეს ჩავარდებით მეთქი და ეს მაისური საბერძნეთის ნაკრების თამაშის მერე აქ თამაშის მერე როცა ინგრევა მთელი საქართველო სალტოებს აკეთებს და ღერის და უკვე არ ვიცი ალბათ რამდენი 15 წუთში რამდენი ღვინო დაილია სანამ ჩვენ ნუ მოულოცეთ ყველას და ნუ ალბათ რამდენი წუთი დაგვჭირდა რაღაც გარკვეული დრო ვიდექით ტრიბუნაზე და გასახდელში რომ ჩავედით ედო ჩანთაში და არ ვიცი ხა რამდენად მე სიმართლეს გეტყვით რომ ალბათ რაც ფეხბურთს თავი დავანებე გასახდელში არ ვიცი შეიძლება სულ არ ვიცი ორჯერ სამჯერ ვარ ნამყოფი შეიძლება არც ვარ და ჩანთაში ედო და დამიძახა შოთი მითხრა და ვე უცებ აი ამ კოცნა პროშნაში ამოიღო და ეს მაისური მაჩუკა ანუ როცა ადამიანს ამხელა წარმატება საქართველოს ვის ახსოვს საერთოდ ან აიაქსი ან რა ვიცი ვის ათამაშობდა და როგორ თამაშობდა აიღო და ეს მაისური მაჩუკა ჩაომიტანა სხვა შორის ლარჯია და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მას აი ეს შემდეგი ჩემი ბავშვობის ფორმაა ერთ-ერთი რომელიც ესთეტიურად არის ულამაზესი და კულტურულ მნიშვნელობას გადმოსცემს ალბათ ამ კლუბის. არ მოუდგენელი ზომის მაისურები. შენთან საიდან მოხდა ეს მაისური ეგ ვითხრა? ეს არის ჰაჯის მაიკა. გალათასარაიმ რეალ მადრიდის დაამარცხა სუპერთასი გაიმარჯვა. 2000 წელს არსენალს მოუგო უეფა-ს თასის ფინალი და ჩვენ ვითამაშეთ ამ თამაშის არ ვიცი ხა მანამდე თუ შემდეგ მაგას ზუსტად ესე არ მახსოვს. და მე ადრე გამოვედი სხვა შორის ტრაბზონში იყო ეს თამაში 1-1 მორჩა პირველი თამაში მახსოვს ჯარიმა დაიდო კედელში ვიდექი ესე და სტამბოლში ეს ალი საამიენზე ესე ვდგევარ და არის ალბათ მე-12-მე-13 წუთი და ესე ვდგევარ ჰაჯი დგას და ემზადება რა ყველა ვიცით რომ ჰაჯი დაარტყავს ესეთი წარმოუდგენლად პატარა ფეხი ქონდა 37 და წინდას არ იცმევდა ფეხშვალ ფეხზე ეცვა ბუცი ანუ იმდენად ეთყობა მე არ ვიცი ეს ეკრობოდა თუ კარგად გზნობდა თუ რასაკეთე ერთი-ორჯერ ვცადე 4 დღე გადატყაებული მქონდა ყველაფერი ხო გიკითხე მე ვუთხარი რა გათამაშოს ფეხშველად არა მაგრად გძნობო ფეხსო კარგათო და
აზისო კარგათო და უბაზუნებ ეგრევე, იმიტომ უბაზუნებ. მოკლედ, ეს ფეხშველი ფეხი დგას. ჩვენ ესე ვდგევარ და აი აქ ესე გადამცდა თავზე ეს ბურთი კი აპტით რაღაცა და ერთი ხო დაიძახა აქ და მეორჯერ დაიძახა აი ცხრიანში შეაგდო და ეს ტრაბზონის თამაშზე უკვე მეორე თამაში იყო, როცა მე გამოვედი და არ შევსუარ გასახდაში დავჯექი სადაც სათარიგოებთან და რო თამაში რომ მორჩა, პირდაპირ წამოვიდა ჩემთან თვითონ, όμως არ ვიყავით მოლაპარაკებულები მაისურების გაცვლაზე და წამოვიდა და გავცვალოთო მაისურებიო და ძალიან მიყვარს ეს მაიკა, იმიტომ რომ თვითონ მოინდომა ამ ხელა ფეხბურთელმა, მოკლედ აი ესეთი ისტორია აქვს ამ მაისურს, რომელიც ჩემს კოლექციაში ძალიან ესეთი ადგილი უკავია. შემდეგი დიდი სიმბოლური დანიშნულება აქვს ამ მაისურს. ის მე მგონი მოვედით ლარჯთან, ხო? ლარჯი ოღონდ და გარეთხვაში დაბატარავებული. ლარჯი. იმავე შესარჩევ ციკლში ვარ, სადაც შოტლანდიის შოტლანდიის მაიკა თუ არ ვწდები. კი, ჰეტრიკის მაისური. საქართველოს ნაკრებში რომელ თამაშის გოლს არ გაიტანა, მნიშვნელობა არ აქვს. ფარერები საოცრად ურთულესი ის არის, რა ქვია, ქვეყანა, მაგალითად ჩაუფრინდით ერთ კუნძულზე, გადმოვედით ჭამეთ მეორე კუნძულზე, მესამეზე და სასტუმროში დავჭით და მეოთხე კუნძულზე იყო სტადიონი. ოღონდ მართლა არ ხუმრობ. აი, მე სასტუმროში ადგილები არ არის, ანუ 20 ოთახზე მეტი არ არის, ნახევარი გუნდი ამ სასტუმროში რჩება, ნახევარი ამაში რჩება. მე ქარი რაღაცა უბედურება და თუ ვერ შეუგდე გოლი და ვერ წაიყვანე თამაში ისე როგორც საჭიროა, ვიღაცები რაღაც ქულებს და რაღაცებსაც ედებიან სფარერები, დღეს კიდე ცოტა არაუშავთ, მაგრამ მაშინ აი ძალიან ისეთი ძალისმიერი, ისე ძალიან რთული სათამაშო იყო ყოველ შემთხვევაში და ნუ სწრაფად შევაგდეთ გოლი, მახსოვს დათო მუჯირმა შეაგდო. ერთ-ერთი 6-დან. პირველი და მე გავიტანე ჰეტრიკი, პირველ სხვაჩოს ჰეტრიკი სასომხეთის ნაკრებთან იყო და ეთქობა ეგ მაიკა წაიღეს დაწვეს არცე. არ ვიცი არავისგან არ გამიგია რომ ეგ მაიკა სადღაც არსებობს და ეს ყოველ შემთხვევაში როგორც ბურთს ინახავენ ხოლმე ეს მაისურით შემჩა და კარგად მახსოვს ყოველ შემთხვევაში და მიყვარს ესეც. დაუბრუნდეთ აიაქსთან. ამჯერად ისევ აიაქსთან მოვედი. 9 ნომრიან მაისურთან დაუბრუნდით. ხო, აიაქსი აიაქსის ირგვლივ რაღაცა ტრიალებთ, მაინც ჩავხედავ. რომელი წელია? არა. ზომა? ზომას უყურებ და ამას უკვე ზომა აღარა წელია თქო შერცხვათ. მოკლედ, რატო აქ რა აქ ამ მაისურს ახლა ისეთი ხო პრინციპში ამაზე შეიძლება მეტი გოლი მაქვს 24-ით გატანილი ან იმით ან ამით. როდესაც 9 ნომერს გაცოვენ აიაქსში, ყოველთვის რაღაცას მაინც რაღაცას მოგაძახებს ხოლმე. გახსოვს ვისეცვა? გახსოვს 9 ნომერი რას ნიშნავს? გახსოვს ის და სხვა სტრუქტურა ესეთია. როცა იცმევ და გაძლევენ 9 ნომერს, ესე იგი ხარ პირველი ნომერი თავდამსხმელი. სურათის გადაღებისასაც კი თუ ხარ ბოლო მესამე რიგში, ღმერთმა დაგიფაროს და ნელა მოკლედ მოდიხარ ქვემო თუ აი ვინც პირველ რიგში ზიან ხოლმე ესე რომ სხედან აქედან და იქიდან და თუ იმ რიგშიც მოხვდით, აი არ ვიცი თუ როდისმე შეამჩნევთ ფოტოებს, გუნდის ფოტოებს, მიხვდებით რომ სუ ისეთი ფეხბურთელების სხედან ხოლმე ცენტრში სამწვრთნელო შტაბი, მათი კაპიტანები და იქ უკვე რომ მოხვდი, ხო, ოფისივით აქ კონდიციონერის გარდა ყველაფერი გაქვს. იქ ჟდები და მაისურიც ესევე ანუ გაძლევ რომ იცოდეო რომ აი შენახარო ეხლა პირველი ნომერი ეს უკვე ის წელია როცა სხვა შორის ბენი მაკარტნი, ზლატან იბრაგიმოვიჩი, მიდო და ესეთ ფეხბურთელები დაიმატეს. მახლასი იყო კიდე ნიკოლას მახლასი და შენ ხარ ოქროს ბუცი აქვს გაცმული. ხო, შენ ხარ წადი ჩაიცვი, გაუფრთხილდი და აბა შენიცი. მოკლედ აი ესეთი 9 მაისური
ეს გუნდი მე გამაცანი პირდაპირ. ანუ ხო, შენგან ეს გუნდი- გავიცანი ეს გუნდი. ალბათ. აზზე არ ვიყავი ვინ აი იყვნენ. აქ მეწერა ესი კიდე რა, ისიც წაუშლელია, როგორც შოთა ყოველ შემთხვევაში. საუკეთესო პერიოდი ალკმარის ემთხოვა შენს იქ ყოფნას. რატომ გადახვედი ალკმარში, როგორ გადახვედი და რას ნიშნავს შენს ეს მაისური? ესეც რაღაცნაირი ეტაპი იყო ალბათ ჩემი შემდეგი ნაფიქრი, რომ აი რა შეიძლება მე ფეხბურთის მერე გავაკეთო, როცა უკვე რო გგონია რომ ძალიან მაგრად და სწრაფად გარბიხარ და რო უყურებ და შენელებული კადრივით რო არის. და უკვე რო ვფიქრობდი, რომ რა სად შეიძლება წავიდე რეინჯერსის მერე რაღაც მოწვევები მაქვს, რაღაც სევილია ბეტის უნდივარ, მაგრამ პირველი წრე იყო დამთავრებული და წამოდიო ჩვენთან, რომ ბოლო ადგილზე იყვნენ ლა ლიგაში. ვიფიქრე ხა წავიდი ამ ასაკში, კაი რა ჯობია სევილიას, მაგრამ თუ გავარდით მერე ასე შემდეგ. იქ რაღაცა ვესტჰემი იყო იგივე მდგომარეობაში 2 ქულით ზედმეტი კონდათ და ხელი უნდა მომეწერა რომ ახალი სეზონის შემდეგ გადავიდოდი და ვიფიქრე რომ გავარდნენ და ხელი რომ მოვაწერო და ამასობაში დაურეკე დენი ბლინდს. დენი ბლინდი იყო ჩემი გუნდელი, კაპიტანი აიაქსის, ძალიან დიდხანს თამაშობდა, ისეთი ცნობილი ფეხბურთელის და უკვე იყო სპორტული დირექტორი იმაში, აიაქსში. და მე ვუთხარი, რომ დენი მეთქი კონტრაქტი მიმთავრდება მეთქი რეინჯერში და ალბათ არ გავაგრძელებ მეთქი, რა იქნებ წამიყვანო უკან მეთქი რა აიაქსში. გარკვეული სპეციალური თანხა უნდა მოგცენ, როცა სამუშაო ვიზას იღებ ჰოლანდიაში და იმეთი, რასაც მომცემთ მეთქი აღარ ვიდავებ მეთქი და მინდა მეთქი რომ რაღაცა სახლი მაქვს ისა მაქვს ბავშვები და გვიყვარს და ვითამაშებ მეთქი რა. ამასობაში ეთყობა ლუი დანიშნეს აზეთში და გაიგო რომ მე და დენი რაღაც მიმოწერა გვაქვს რომ აი შეიძლება ჰოლანდიაში დაუბრუნდე და დამირეკა რომ წამოდიო აზეთშიო გუნდს ვაკეთებთო. ახალგაზრდა ძალიან ისეთი ფეხბურთელები სხვა შორის პერსპექტიული ფეხბურთელებით მუსა დემბეილე, გრაციანო პელე, ხო აი არის მისი მაისური სხვა შორის. ძალიან ისეთი მე ეს აქვე ძალიან ბევრმა ბელგიის ნაკრებში ითამაშა, ჰოლანდიის ნაკრებში ითამაშა და ამ შემდეგ და ერთი სიტყვით დემბელეზე უბრალოდ ჩვენ რო შევხვდით მე ძალიან მიყვარს დემბელე და ცოტა გადაუბჟირდი დემბელეზე როცა ვლაპარაკობთ და გაგიკვირდა რატო მაინც ვერ გაჩუქებ მაგ არ მინდა მე ვერც გავბედავ არ გინდა ეხლა მაგრამ რატომ გიყვარს ასე დემბელეო და არის ასეთი ნიშურ კომაქტა რაოდენობა რომლებიც თვლიან რომ დემბელე არის კრიმინალურად დაუფასებელი ფეხბურთელი პრაქტიკულად თანამედროვე ფეხბურთში. ოღონდ ერთი ისტორია მომიყვა შოთამ დემბელესთან დაკავშირებით, რომელიც აჩვენებს, რომ შოთას სამწვრთნელო თვალი ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა ეგრევე უთხარი მაგას და ზუსტად ესე იყო. მოკლედ ძალიან რო არ გამიგძელდეს, ლუი მითხრა, რომ რა ქვია, შემხვთიო. ჩამოვედი ამსტერდამში, შევხვთი მას და მითხრა რომ იცოდეო სადაც ყველაზე უფრო უნდა ვხარო და დროს რა ქვია აი არ გადაგიდესო და აი ხვალ დაგირეკავ და ზეგ დაგირეკავო იქ გირჩევნოდესო წასვლაო იმიტომ რომ მე მართლა ხედავ რომ დამჭირდები კიდევაცო ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან უკვე შენი დამოკიდებულება ვიციო უკვე 34 წლის ვიყავი და თან მეც უკვე ვფიქრობდი რომ აი ვისთან შეიძლება ბოლოს იმუშაო ისეთთან ვინც ხელს შეგიწყობს ხვალ რომ აი რაღაცა მცველი გახდე, უფრო მეტი ისწავლო, უფრო მეტი პრაქტიკა გქონდეს, რაღაცა კითხო დაინახო როგორც მუშაობს და მოკლედ აი ესე მოვხვდი აზეთში, სხვა შორის ერთ-ერთი საუკეთესო წლები გავატარე ამ სიმღერაში, ორჯერ გავხვდი კლუბის ბომბარდირი, ერთხელ გავხვდი ლიგის ბომბარდირი და იქაც ალბათ ხედავ ზუსტად ესეთივე სტრუქტურა იყო, სადაც ლუია ეს სადღაც თავის სულ დააქეს გინდა მანჩესტერ იუნაიტედში წავიდეს, გინდა ბაიერნში, რომ 9 ნომერი უნდა იყოს ნომერ პირველი და პირველივე კრებაც ცოტა სხვა შორის შემარცხვინა კიდევაც ყველას უთხრა რომ აქო ერთი ვარსკვლავიაო, ერთი მაღალი დონის ფეხბურთელიაო, ესო შოთა არველაძეო 9 ნომერს ჩაიწვევს და დანარჩენი ხარდო ევრიჯო. ეს საშუალებები და ამიტომ უნდა იცოდე და მე ცოტა რაღაცა რომ აი წარმოუდგენლად ეგეთი რამე არც ქონდა აქამდე გაგებული რომ ვიღაცამ შეიძლება თელ გუნდს უთხრას რომ იცოდეთ რომ ეს არის ყველაზე მაგარი
თქვენ ნახოთ ახლა ვიმუშაოთო და შევხედოთო ვის რას წარმოადგენთო და აი ესე გავხდი აზეტის მოკლედ პირველი ნომერი თავდამსხმელი ეს გავიარეთ. არა, ამას უცებ მოვყვები. ეს ბავში მე ესეთი ჯანიანი ახალგაზრდა არ შევხვედრი. ფეხბურთში, რა თქმა უნდა. და თამაშობდა 10 ნომერს, აი მე ვიყავი თავდამსხმელი, ის იყო აი იქ სადაც ყოველთვის უნდა ახლოს ყავდეს ახლა ფეხბურთი ვისაც უთამაშია 9 და 10 ძალიან მოკლედ კომბინირებენ ერთმანეთში და მე ვუთხარი რომ ლუი არ არის ეს 10 ნომერი მეთქი. არ არის ჩემთან ერთად რა, არ თამაშობს რა. მოვიხედავ სულ სხვადღან არის. კარში არ არტყავს, საჯარიმოში არ შემოდის. აუ შენო ახლა დაიწყო ეს პროფესორობაო და მე მასწავლიო. თან ესე აკეთებდა, მე ვიციო. ესე თვალით ესე მე ხედავ. ვერ ხედავ მეთქი, მე ვთამაშობ მეთქი და არასდროს ჩემი ირგვლივ არ არის. ვერც ბურთს დაუგდებ, რო გოლი შეაგდოს, არც მეძახის, საერთოდ არ მელაპარაკება მეთქი. მოკლედ აქეთ იქით და ყველა თამაშის მერე ვეუბნები რომ აყენებ ისევ ამ 10 ნომრად მეთქი და არც გოლი აქვს, არც პასი აქვს, მაგრამ ბურთს ვერ გამოვართ მე. რომ მიცემ, აი კრუხივით ესე დააჯდება და დადის ჯანი მოიკიდებს თელგუნ, აი ბულდოზერივით რა. დაწიე უკან რა, ითამაშოს 6 ნომერი, 8 ნომერი, სადაც ბურთს რომ მიცემ და წნეხის ქვეშ დაეტაკებიან ეს ნახევარდამცველები, იქ მოტრიალდება და წინო პასს გააკეთებს. მე რომ ვიღაცას ვიპოვით ამ 10 ნომრად და უფრო მეტ გოლსაც შევაგდებთ. რაღაცა მე-10 თუ მე-12 თამაშის მერე სხვათა შორის ცადა. მისი უკან 5 მილიონი ქონდათ გადახდილი. მასში ვილემ 2-ში თამაშობდა და წამოიყვანეს როგორც რომ მეტი ბევრი გოლი უნდა გაეტანა და ასე შემდეგ და დახია უკან და მე ალბათ გახსოვთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდამცველი იყო ბელგიის ნაკრებშიც და ტოტენჰემშიც ხო და სხვა შორის არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ის ვინც ადვილია ჩემი საზრით როცა ვიღაცასთან ერთად თამაშობ მივხვდე ზუსტად რა პოზიციაში თამაშობს ის უკეთესად რა. შემდეგი მაისური. მე მგონი განსაკუთრებულია შენთვის ეს მაისურიც და ნაწილობრივ უკავშირდება იმასაც, რასაც დღეს საქმიანობ. ეს შევკერეთ ჩვენ თვითონ, თბილისში შევაკერინეთ ეს მაისურები, ესეც X large-ია, გინდა შენ შეკერე, გინდა სხვა შეკეროს. ეს იყო ჩემი გამოსათხოვარი მატჩი. ჩვენი ფონდის ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო 20 წელი იყო გასული 91 წლის მერე ამ საოცარი ფინალის მერე და ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გერმანიიდან დავკავშირებოდით კალცეის სხვა შორის გუშინ აი ეს ჟურნალისტი რომელიც ჩვენ ყავს მოწვეული გუშინ ელფროინდ კრისტოფ ბიერმანი ხო ეგ კაცი ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარი მაგისი არის აი ეს მათი კაპიტანი კალცეისის გუშინ მითხრა და დღემდე დადის რომ ყველაზე მე წიხლებს ურტყავსო კატას დაძახსო მე მგონიო რომ ახსენდება ეს თამაშიო რო უთხარიო რომ თბილისში მივდივარო აი ეს მოიქნიაო ეს ფეხიო რომ თბილისიო ხო მახსოვს 50 წლის წინო წავაგეთო ხო და მე ვუთხარი ჩვენ ჩამოვიყვანეთ მეთქი მე ამ 20 წლის მერე ის თვითონ ისიც იყო ჩამოსული. მეორე პროექტი იყო ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი თამაში, როცა რაღაცისთვის ემზადები, რაღაცა ძალიან კარგი გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, რაღაცა ისეთი, რაც არ ქონია მესხს, არ ქონია მეტრეველს, არ ქონია ხურცილავას, არ ქონია ჩივაძეს, არ ქონია ყიფიანს, არ ქონია და არ ქონია არავის არ ქონია არც საგანდელიძეს და არც ქორქიას და ძალიან ბევრს კიდე ხო, მაინდა-მაინც ფეხბურთში ხო არ უნდა გააკეთო ესეთი რაღაცა და ჩვენ ვთქვით რომ იმიტომ კი არა დაუშვა ჩვენი თაობის რაღაც გამოსათხოვარი თამაში იყო რომ ნელა ყველა ალბათ მუხლებში ცოტა ვიკეცებოდით და ეს მოვინდომეთ ძალიან და ყოველ შემთხვევაში ყველას აქვს ეს იმ თამაშის არსებული ნათამაშები მაისური ხაჭოს კაი ისტორია როცა მაისურები შევკერეთ და გვარები მაშინ ხე ესე მარტივად არ არის ყველა მაღაზიაში რომ სად დავაწერთ რას დავაწერთ როგორ დავაწერთ და ერთ თვით უნდა ვითამაშოთ მეორე ტაიმი უნდა გამოვიცვალოთ და მესამე უნდა დავარიგოთ მაისურები მოვიდა 5 პირველივე რომ გავხსენით 2 დღით ადრე ცკიტიშვილი ეწერეთ ხო ქართულად ხო არ იწერება და ლათინურად წერენ და ამნენი მე
რაღაცები ხო წერია და ეწერა შეცდომით. და რომ დავხედეთ პირველივე მაისური წერია შეცდომით. და ვიფიქრეთ ეხლა 120 იმაში მაისურში იქ რამდენი რაღაცებია ხო? რომ ვიფიქრეთ ამას რა გამოცვლის, ამას ვინ დაბეშტავს, ვინ გააკეთებს და საბედნიეროდ იყო მარტო ის ერთი მაისური შეცდომით დანარჩენი მეთქი ეხლა თუ წერია ლუდრუფ ან რაღაცა მოკლედ არა, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ძალიან ბევრი ადამიანის ისევ ნერვიულობდი აი ამ თამაშზე, ისევ ნერვიულობდი, რომ აჩის ურეკავ, რომ პირსახოცები რა ქენით მეთქი. ეს ნუ თამაშზე რომ პირსახოცები დაალაგონ რა. რა პირსახოცებიო მეუბნება. თამაშზე მეთქი, რომ აი ყველას თავის პირსახოცი და რაღაც აქეთ-იქით და რა უნდა გვექნაო პირსახოცებს რა წავალთო რა ხვალო რაღაცა 30 წელ პირსახოც ვიყიდითო რა რაღაცა არა მოკლე არ იყოს მეთქი ხო აი რომ მოიხვევ დუშის მერე და რო არ ყოფნის რა ეხა იმის არ იყოს ეხლა მართლა შეიძლება არ იყოს ხალხს ჩვენ ნაკრებში ლეგენდების ნაკრებში ჟანრობრივად ვაგრძელებთ მაშინ ეს არის ლუიშ ფიგუ და ეს არის დიეგო. მოდი ამაზე მინდა რომ ბევრი მაშინ ეს იყოს. აი ამას არც რენტგენი უნდა, არც ის უნდა, არც ეს უნდა. რა არის რა ადამიანმა რომ შეიძლება გააჩინო ესეთი ვიღაცა რა. ესეთი მანიაკი შეიძლება ესე მაგრად შეეძლოს ყველაფრის გაკეთება, ესე ყველას უყვარდეს, ესე ეხა არგენტინაში ვიყავით და ნუ ყველგან 10 ნომერია რა. სულ ყველგან არის 10 ქუჩა, 10 ბარი, 10 ავტობუსი, 10 იმაზე 10 წერია, დახატული 10, სულ 10-ია. გოგო მოდის 10, ბიჭი მიდის 10, ორნი მოდიან 10-ნი არიან, სამნი მოდიან, და ერთი მოდის 6 ნომერი. ეს და ჩვენ ესე უყურე და ხო და სამივე ესე პანჩურის ამორტყვა მოგვიდა, რომ აი 6 ნომერი რატო გაცვია არგენტინაში გამაგებინე, ყველგან 10 ნომერია და შეიძლება რომ გეკითხები აი ეს გვარი და აქ იყოს აი რაღაცა სხვა ციფრი ეწეროს აქა და ეს თამაში წარმოუდგენელი თამაში იყო ესეც როცა თქვენს რომ მარადონა ჩამოდისო მე ასისტენტად მუშაობ იმაში რა ქვია აზეთში ვანგალთან 9 საათზე ოფისში აი როგორ უნდა 1 წუთიც რო დაგაგვიანდეს ესე გიყურებს ეს და შეხედე შენ იცი ხო და ის არაცილებს თან უნდა უთხრა რომ რა მოგივიდა რა რა ქვია 40 წამი დამაგვიანდა რა ეხლა ვფიქრობ რომ ეს თუ ესე შეიძლება ჩამოვიდეს თბილისში და მე თბილისში არ ვიყო ანუ ეს თამაში ვერ ვითამაშო რატო რაღაცა არ ვიცი ვარჯიში მაქვს როგორც ასისტენტ წვრილს იქ თქვა რაღაცას ვიღაცებს რაღაცას ვასწავლი მეუბნები რომ ლუი მეთქი იმაში თბილისში საქველმოქმედო თამაშია მეთქი რა და მთელი ფული გროვდება და რაღაცებს ვიგონებ რა და რაც არ შეგროვდა ფული იყო მაინდა-მაინც ყველაფერი შეგროვდა ფულის გარდა ხო და მეუთხე ესე გამოგრაო თან არ მოწონს თვითონ იძახის რომ იჟიაო ესათიაო ისეთიაო მარადონაო რა ფეხბურთელიაო გუნდური ფეხბურთიო საერთოდ არ უყვარსო ეხლა ვიფიქრე რომ ამაზე რომ შეუყვედა უთხრა რომ მე ამაზე ვგიჟდები ხო ვიცი მე უთხარი ეხლა რა ქვია მაგრამ ხო ხდები მაინც მე რო არ დავხვდე მეთქი ხალხი რაღაცა ბილეთები ამხელა ის არის ეს არის იქ იმაზე უნდა გადავრიცხოთ ამაზე უნდა გადმოვრიცხოთ რაღაცა აქეთ იქით მოკლედ არ ვიცი ერთი არ მაინტერესებსო, მაგრამ ვიფიქრებ ახლა ბოლოს ნუ ისე დამთავრდა მე ვთქვა მე მაინც წავალ და მე რო ჩამოვალ მე ვილაპარაკოთ მე. და თამაშის მე ის კანიჯია უყვება რაღაცეებს რა, რომ ესო ცოტა აფრენსო, ძმები ყავსო ისინი კიდე უფრო მაგრად აფრენენო და გეხვეწებიო რა, აი ისე მე ვთხარ ხელი არ ახლო მეთქი ეს მაიკა იცოდეს მეთქი როგორიც დასრულიც არის როგორიც არის და უბრალოდ დამიწერე მეთქი რომ აი მართლა ჩემთვის გინდა რომ მომცე და შევედი გასახდაში გაიხადა ეს მაისური აი მართლა ჩანს რა აი როგორი დასრულია და ხელუხლებელი ესეთივე პარაშოთა წერია და სხვა შორის არ არის ბევრი
თბილისში, აქ ალექსანდრე ჩივაძეს ის როცა ის მას შეხვდა და ეთამაშა, იმ დროს როცა უნდა ეთამაშა და თუ არ ვცდები, გოჩა ჯამარაულს გოჩამ უთხრა თამაშის წინ თუ თამაში რაღაცნაირად შეთანხმდნენ და ახსოვდა და ეგრევე გამოვიდა და პირველი მეორე მაისური მიცა მას. მოკლედ მარადონას მაისური შოთი დროში ისე ვიჭედებით, მე მგონი ხალხს შიურებს დავტოვებთ. მოდი მაშინ დიდებზე წავიდე. ეს არის ჩემთვის განსაკუთრებელი. ფიგო ისეთია, ოქროს ბურთის მფლობელია, ეს იყო პირველი all-star-ი ჩემი ფაროში, როცა პირადად დამიკავშირდა, მაშინ კიდე ფეხბურთელი ვიყავი, სხვა შორის ძალიან მაგარი ის იყო შემადგენლობა, კრისტიანო რონალდო, ბრაზილიერინო რონალდო, ზიდანი, იბრაგიმოვიჩი და ასე შემდეგ, პეპ გვარდიოლა და სკოლარი იყვნენ, რა ქვია, მწვრთნელები და პირველ ტაიმი მე ვითამაშეთ, სხვათა შორის აქედან იყო კვარეჟმა, აქედან კრისტიანო რონალდო, უკან ზიდანი, ფიგო და მე ბურთი არ მოუციათ ჩემთვის. როს გავხედე პეპ გვარდიოლას, მეთქე გამომიგონი 1-2 შევეხები მეთქი და ერთი აქედან რაღაცას, მეორე იქიდან, მოკლედ ეს მაისური თვითონ მოაწერა ისევე ხელი და გადმომცა. ეს არის ძალიან ჩემთვის და ალბათ სოფლიო ფეხბურთისთვის არის ალბათ სიმბოლო, ეგრევე როგორც მაისური აიაქსის და როგორც ნომერი პირდაპირ ვისთანაც ასოცირდება. გენიალური ადამიანი, ჩემი აზრით. მე მას ვიცნობდი სიკვდილამდეც რამოდენიმე თვით ადრე შევხვდი და ვესაუბრე, ძალიან ხშირად ვერ ვიტყვი, მაგრამ უნიკალური ფოტოები მაქვს, უნიკალური დრო მაქვს გატარებული. ერთი ფოტო მაქვს სამასაჟოში, არის? ეს მუზეუმის გახსნა, სხვათა შორის პირველად რო შევხვდი და მეორე არის უნიკალური ფოტო, მასას ვიკეთებთ ერთად. და აქაც აწერია, რომ შოთას დიდი პატივისცემით იოჰან კრუიფიო და ხა. მინდა რომ ტრაბზონი უნდა ვთქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ბავშვებს მართლა აი დედას გეფიცებით დღესაც არ ქმევენ აჩი შოთას. აი ვიღაცა ჩაგვიგდებს ხოლმე მე და აჩის ვიდეოს ორი აი ამ ხელა დარბიან რაღაცა მაიკებში უბაზუნებენ ამ ბურთებს, არჩილ შოთა ქვია. ესეც ესე მაჩუქეს ზუსტად. აი პირდაპირ დააწერა ტრაბზონის მაიკას და ჩავმიტა სამწუხაროდ მე არ მაქვს ორიგინალი ის იქიდან შემორჩენილი. ეს ბოლოს რომელიც მაჩუქეს და ესე პირდაპირ ეწერა და სხვა შორის მანქანები გვაჩუქეს მაშინ მე და აჩის ეხა ალბათ რაღაც არავის აღარ უკურს, მაგრამ 93 წელს რაღაც მანქანის ჩუქება ძალიან სერიოზული ის იყო და ნომრებზე ეწერა არჩილ შოთა. და ჩვენ ესე ვკატაობდით ტრაბზონში, ესე დავდიოდით, არც პოლიცია გვაჩერებდა, არავინ არ გვაჩერებდა საერთოდ და თან არ შეიძლება ვიწახოდნენ და მოკლედ ძალიან დიდი სიტყვოთი არის, ჩქარა უნდა გავიდე, აი ეს არის კიდე უნიკალური მაისური ლიტმანენის და რატოა უნიკალური? აქაც ხელი თაკ მას მოწერილი იარი ლიტმანენი. ეს იყო აი ესሮც მახსოვდა მე ჩემამ ბოლო მატჩზე რომ ამოვტიფრე მეც და ეს მაისური ვთხოვე თამაშის წინ. ეს იყო მისი ბოლო თამაში აიაქსში, როცა ჩვენ ერკასეს ვეთამაშებოდით და უთხარი რომ ერთი მაისური მაჩუქე მეთქი და თამაშის მერე მეთქი და ვერავ. ხო და უცებ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ ვიღაცა რომ მოვიდეს ჩემთან, ჩემი გუნდელი და მითხრეს რომ ერთი შენი მაისური მაჩუქე რა. რა მოხდა და რომ უთხრა რომ ვერა თქვა, რანაირად უნდა უთხრა, რატო უნდა უთხრა, რატო და ვერ მივხვდი, ვიფიქრე რომ ვერა, ალბათ რა ვიცი, ვერა. მე უთხარი რომ აი მეთქი რა ვიცი, არა მივხვდა რომ ვერ გავიგე და ცოტა მეწყირა და იმდენად ცოტა მაქვსო, სულ 10 ცალი მაქვსო და არ მინდაო რომ აი ხო 1000 ცალი დავარიგო, ან 100 ცალი. მინდაო რომ აი მაგალითად მისი მეგობარი იყო პინ ვან დორდი, რომელიც აი ყოველდღე ერთად იყვნენ მასაჟის უკეთებდა, ფიზიო იყო ჩვენი ექიმი და მოკლედ გააწვალა მთელი ეს მისი ტრავმები და სულ იმას ვაჩუქო. იქ ზემოთ მინდაო შემოსასვლელში ის კაციო სულ ისე მხვდება ხოლმეო იმას ქალაქში ვიღაცას დაპე. მოკლედ სულ უნდოდა რომ აი მთელი ამ მისი აიაქსის ისტორიაში 10 კაცი ყავდა ამორჩეული და მივხვდი რომ იმდენად
ცოტა უნდა იყოს და უნიკალური უნდა იყოს, რომ მე ვერ ხვდები ხა იმ ათკაცში და ნუ არა უშავს რა, ნუ რა ვქნა, გავიგე, ჩამოვარდი ხელი, მე უთხარი არა უშავს, ვერა ქალის სახელია. და ამ შემდეგ მეთქე თამაშზე რომ გავედით მაგ თამაშზე. საერთოდ არ მიფიქრია, დედას გეფიცებით, არ მიფიქრია, რაღაცა მომენტი იყო მეორე გოლი, პირველი მაგან შეაგდო, მეორე გოლი ბურთი გადამიგდეს, ერთ-ერთზე გავედი, მეკარე მოვატყუე და არავინ აღარ იყო საერთოდ. არც მეკარე, არც არავინ და რაღაცნაირად ვიგძენი რომ მომდევდა. უკან მომდევს ვიღაცა და მოვიხედი და იარი აი ესე გამორბის რომ და ეგრევე აი ესე ცარიელ კარებში დაუთმე გოლი, შეაგდო და თამაშის მერე მომცა ეს მაისური. და მე ვთხარი ამიტომ არ გამიკეთებია მეთქი, ამიტომ არ გამიკეთებია. ერთადერთი გუნდი არის, რომელიც რეინჯერსის ხა არ თქვა როგორ შეიძლება. ესეთ უნიკალური კლუბია, უნიკალური ადგილია, უნიკალური საფეხბურთო ქალაქია. თამუნას რო უთხარი ამსტერდამიდან გლაზგოში მივდივართო, იქ უფრო წვიმსო მითხრა რა. ისე უფრო ბნელა და უფრო ცივა და უფრო წვიმს, მაგრამ მე უთხარი არა უშავს. ძალიან მაგრად ვითამაშებ, ძალიანագրად გაგახარებთ მეთქი და ისე 24, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული თავდამსხმელები დამხვდა იქაც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში ვიყავი, ტორე ფლო დამხვდა 15 მილიონ ფუნტად ნაყიდი მაშინ. ლოვენკრანციც. არა, ხო, ეგ ყველა და ეგენი კიდე სად იყო და შესაბამისად რომ ესე მითხეს 24-ო, აი იყოს მე ვთხარი მომეცით 24 მეთქი და ნუ მე ხო გასაგები იყო ამ 24-ით რაც მოხდა, ბევრი გოლიც გავიტანი და 7 იყო შემდეგი სეზონი, როცა მე ვთხარი მომეცით მე ამოვრჩევ მეთქი ჩემ მაისურს, ჩემ ციფრს მეთქი 7 ჩავიცვი, ბედობაზე ზუსტად ის 7 ნომერი მეცვა, რო დავდიოდი და რო ვიბედებდი აქეთ კარებშიც და იქით კარებშიც გოლს. არ მინდა მე ბევრი ვილაპარაკო, ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი უნდა მადლობა უთხრა ხალხს. ჯერ მოიცა. რა ქვია ამდენი. ჯერ მოიცა. რამე კლუბი ხო არ დაგაკლათ აქ, ანუ ყველა გავიარეთ და იყო ერთი მე მგონი რომელიც დინამოს აქვს 100 წლის იუბილე შოთი. და გამოსცეს ახალი მაისური. შენთვის აქვს საჩუქარი, რომელს გადმოგცემ. მინდა რომ ნახო. აბა რას ქვია? მაისური, არ ვიცი, ზომა არ ვიცი, თქვენ თქვით. ვინც იცის რა ზომა არის? ვარა ლამაზია. მე მგონი მაისურის გარდა კიდევ რაღაც საჩუქარია. მე ვერ წავიკითხავ, იქნებ შენ წავიკითხავ. ამას აუცილებლად წავიკითხავ. არა, ხალხთან რო წაიკითხავ. ხო, ხალხთანაც წავიკითხავ, მაგრამ ეხა ეს არა, არ შეიძლება ეხა რაღაცა ხო იცი, ვიღაცა სცენარი აქვს, ვიღაცას ბოლოში, ვიღაცას თავში რაღაც შოთიკო არ დაგავიწყოს რაღაც. ამაშია მთელი ის, რაც უნდა გქონდეს, რაც უნდა ვიაროთ. იმ სულზე, რაზეც საუბრობდი ამდენი ხანი, ხო? იმ სხეულზე, რაშიც აქ არის ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, დღეს ყველა იმ ფეხბურთელი დამთავრებული, რომელიც თბილისის დინამოში თამაშობს, გაუმარჯოს ამ თბილისის დინამოს, თბილისის დინამოს, რომელიც ჩვენ ესე გვიყვარს და არ ვიცი ხა ვისი რა დიზაინია, თუ ჩვენ როდისმე დინამოში რო თამაშობთ, მაისური გვინდოდა რომ ყოფილიყო, ესეთი ახმა ქონდა, რომ ესეთი ზოლებით ყოფილიყო. გაუმარჯოს კიდე ერთხელ ვიძახი იმ დინამოს, რომელიც ჩვენ ესე ძალიან გვიყვარს, ძალიან სასწაული საჩუქარია და მე მგონია რომ აჩიდარეზი ძალიან ნაწყენები არიან და მეც რო ყოფილიყო ძალიან ნაწყენი იყო და გინდა მესიჯით გაიგეთ და გინდა უმესიჯოთ, აუცილებლად რა ქვია, გაამზადეთ კიდე 2 ცალი და ეს უნდა ძალიან ლამაზად მოხდეს ისევ და დაიკეცოს და არ დაიკუჭოს ეს მაისური და ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი, მართლა არაჩვეულებრივი საჩუქარივით, ძალიან პატარა ბავშვივით გამიხარდა და თან ძალიან მომეწონა ყოჩახ, ძალიან დიდი მადლობა. რომ წაგვიკითხო. შოთი გამარჯობა. ეს ალბათ ცოტა უჩვეულო წერილი იქნება, რადგან მისი ავტორი არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი, არამედ საფეხბურთო კლუბია. არ წამიკითხავს პირველად კითხო. უკვე ერთი საუკუნეა ვარსებობდა ჩემი ლურჯ თეთრი ოჯახის წევრი უამრავი ადამიანი ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი ხარ შენ. რა უნდა თამათ ჩემგან ახლა.
კარგად მახსოვს შენი პირველი ემოცია, როდესაც ერთმანეთი გავიცანით და პირველად მოირგე ჩემი ფორმა. მეც საოცრად მახსოვს და დღემდე ვეფერები იმ გზნობას. შემდეგ როგორ დაბრუნდი ტრაბზონიდან სახში, რადგან ამ ფორმით ევროთასებზე თამაში შენი ოცნება იყო. ამის შემდეგ იყო ულამაზესი გოლი ლიმფილთან, რომელიც ჩემს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ჩემსაშიც. არც ტორპედოს კარში გატანილი შენი და აჩის გოლები დავიწყებია, რომელიც თემურ კეცბაიას პასით გავიტანე. პირველი ჩემი სკოჩოვის დერბი იყო და გავუტანე ტორპედო ქუთაისს. მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვაფასებ და რაც არასდროს დამავიწყდება შენი ჩემდამი უპირობო სიყვარულია, რომელსაც ყოველთვის ვზნობდი. მაშინ როცა გავიმარჯვებდი და განსაკუთრებით მაშინ როცა მიჭირდა. ყოველთვის მინდოდა ეს სიტყვები შენთვის მეთქვა და ეს ალბათ საუკეთესო მომენტია. მადლობა შოთი თითოეული წარმატებისთვის, რომელიც ერთად გაგვიტარებია. ძალიან დიდი მადლობა თბილისის დინამოს. რა ვიცი, რამდენჯერ უნდა დავხარო თავი და მოდით ერთად არ დაგვავიწყეს თბილისის დინამო, რო ის ამ ქვეყნის ყველაზე ღირსეული შვილია და უგოშევატკივროთ კიდე 1000 წელი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველას.